მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟეძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეს ზვიად სეკვავა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მიმართა. სანაიას დაპატიმრებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ეს არის ანტიკონსტიტუციური რეგულაციებიც და მისი აღსრულებაც გახლავთ არაპროპორციული. კონკრეტულად ვახო სანაია, რა თქმა უნდა, დიდი ხანია თვალში ეჩხირებოდა ქართული ოცნების რეჟიმს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ხოლმე ძალიან მწვავე განცხადებები, მწვავე შეფასებები და სამაგალითოდ სადა ქართულმა ოცნებამ მისი დასჯა. დარწმუნებული ვარ, ვახო რა თქმა უნდა იქნება მხნეთ, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი იმყოფება აბსოლუტურ, ასე ვთქვათ, ავტორიტარულ ჭაობში, მათთვის უკვე ყველაფერი არის საშიში. თითოეული სტატუსი, თითოეული კომენტარი, მათი თითოეული მხილება და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს მათ სიძლიერის გამოხატულება ვერ იქნება. ქართული ოცნება ჯიუტა და თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნისკენ, რაც არის საქართველოში სრულად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება. რუსულ კანონზეც ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონია, ხო ამაზეც იტყვიან, რომ რაღაც გერმანიაში ან ინგლისში ვიღაცა დააკავეს, ეს ზოგადად პრობლემაა, სად გაავლოს ზღვარი, ხო და მაგრამ აქ არის ზოგადი სურათი მთავარი, ხო? ცალკეულ პრეცედენტს რაღაცისას იპოვი, მაგრამ ეს არის რაღაც ფრონტალური შეტევა ქართულ საზოგადოებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. დილიდან შეხვედრები გაიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი და რა თქმა უნდა ბიზნეს კავშირების და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. პოტენციალი ნამდვილად არის ორივე ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. გუშინ ხანძარი იყო კურორტ გომის მთაზე, როგორც თვითმხილველებმა გურიატივის განუცხადეს, ხანძარი მიჯრით მდგომი სამი სახლიდან შუაში მდგომ სახლს გაუჩნდა. შემდეგ კი მის გვერდით მდგომ სახლებზე გადავიდა. სახლებში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. მათ შენობებიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. ხანძარი სახანძრო სამსახურის 3 ბრიგადამ ჩააქრო. სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნატანების საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები მოეწყობა. სოფელ ნატანების ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად გათვალისწინებულია სველი წერტილების, რეკრეაციული ზონის, ეზოსა და სათამაშო მოედნების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტს ვახორციელებთ მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ნატანებში, როგორც არის ნატანების საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ვიზუალით და მრავალფეროვანი ფუნქციებით. აღნიშნულ საბავშვო ბაღში სრულად მოხდება როგორც საავზელო პროცესისთვის საჭირო ფართების რეაბილიტაცია, ასევე მოხდება საბავშვო საცურაო აუზის რეაბილიტაცია და მთლიანად მოწესრიგდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გავათვალიერეთ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეების, სველი წერტილები და რეკრეაციული ზონები, რაც ბავშვებისთვის უკეთეს გარემოს შექმნის.
სოფელ ნატანებში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლა 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებისა და ადაპტირებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება. სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოიწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო სპორტული მოედნები, გათბობის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ეს ვიმყოფებით სოფელ ნატანებში, სადაც სოფლიო ბანკის ფინანსური ხარდაჭერით მიმდინარეობს სკოლის რეაბილიტაცია. სკოლა გამოირჩევა თავის უნიკალური არქიტექტურით და რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სკოლის სრული აღდგენა მისი ვიზუალის დაცვით. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ სკოლის მიმდებარედ არსებული ფართი, რომელიც ისტორიულად წარმოადგენდა კულტურის სახლს, იქნება სრულად რეაბილიტირებული და აღდგენილი და სკოლასთან ერთად ნატანები მიიღებს ახალ რეაბილიტირებულ კულტურის სახლს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან ერთად და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დავათვალიერეთ რეგიონში მიმდინარე პროექტები, მოვინახულეთ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული სივრცეები, ბიბლიოთეკა და სრულად რეაბილიტირდება გარე სივრცე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარის სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დახპირდა. აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა. დაზარალებულის კუთვნილ $16,800 თაღლითურად მართსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და 2 პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცავებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად ნივთკიცება დამოიღეს სხვადასხვა სახის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახლავთ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. გურიის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.